ნატოკა ნამდვილად არაჩვეულებრივ ფასდაკლებებს გვთავაზობს მაღაზია, ოკეი, საკუთარ ცხოვრება ნივთებზე. ამასობაში ჩვენი სტუმრებიც გვეწვინენ, მოგესალმებით, მადლობა სტუმრობისთვის და მე წარვადგენ თუ რასთან დაკავშირებით რას შეეხება ჩვენი სტუმრობა. 14 ივნისი არის დონორთა, ასე ვთქვათ, საერთაშორისო დღე და ამასთან დაკავშირებით ხვალ 16 საათზე საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკი მეგობარი დონორების მიღებას განახორციელებს და რა თქმა უნდა მათ დაჯილდოებას ამავე დროს. და წარმოგიდგენთ ჩვენ სტუმრებს ცენტრალური სისხლის ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი თამთა დემურიშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპა დონა საქართველოს პრეზიდენტი ანა მაზანიშვილი და ამავე ორგანიზაციის წევრი ნატა ტურაშვილი. დილომშვიდობის ყველას და მადლობა პირველ რიგში მობრძანებისთვის ნამდვილად მნიშვნელოვან თემაზე უნდა ვისაუბროთ დღეს. გაიღეს სისხლის სიცოცხლის გადასარჩენად. შეიძლება გახდეს ასევე სლოგანის ამავე დროს ამ კამპანიის, რომელშიც დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი პარალელურად ჩაებმა კიდეც. ანუ რამდენი ხანია და საქართველოს ეხმიანება ამ პროცესს, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სოფლიოს მასშტაბით საკმაოდ აქტუალური და ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი თემაა აღნიშნული პროგრამა. რამდენი ხანია და რა მასშტაბებს მოიცავს ასევე როგორ? დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის და ნამდვილად არ დავკარგავ დროს და ვიტყვი პირველ რიგში მადლობას იმედის ტელეარხს, იმიტომ რომ ხშირად გვეხმაურებით ხოლმე და ყოველთვის გვერდში გვიდგახართ ესეთი აქციების დროს. რაც შეეხება უანგარო დონაციას, საერთაშორისო დღე გახლავთ, ნამდვილად საქართველოს უერთდება და აღნიშნავს ამ დღეს, განსაკუთრებით ხაზი უნდა გავუსვათ უანგარო დონაციის მნიშვნელობას, იმიტომ რომ ეს გახლავთ ორმხრივი, პირველი რომ ნამდვილად ვეხმარებით სხვების სიცოცხლის ეს არ არის გაზვიადებული, ერთი სიცოცხლის გადარჩენა მინიმუმ თქვენს მიერ გაღებული სისხლი და მეორე მხრივ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მოსახლეობის ავადობაზე გვაქვს ინფორმაცია. ამ შემთხვევაში თქვენ თუ კი გახდებით უანგარო დონორი, პარალელურად გიტარდება ძალიან ძვირადღირებული კვლევები, B ჰეპატიტი, C ჰეპატიტი, შიდსი, სიფილისი, რაც საკმაოდ ძვირადღირებულია, მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენ საკუთარ ჯანმრთელობაზე სამთვეში ერთხელ გექნებათ ინფორმაცია თუ კი გახდებით მუდმივი დონორი. რაც შეეხება გაიღეს სისხლის სიცოცხლის გადასარჩენას, ეს სლოგანი გახლავთ უკვე. იცით თქვენ ძალიან აქტუალური იყო ბავშვების თემა, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების შემთხვევაში ძალიან ხშირად იყო სისხლის საჭირო და ის სწორედ შარშან წინ დავიწყეთ ჩვენ გაიღეს სისხლის სიცოცხლის გადასარჩენა, ბავშვის სიცოცხლის გადასარჩენად ეს იყო იაშვილის კლინიკაში მყოფი ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის, სწორედ 16 წლის ახალგაზრდა სიცოცხლე მაშინ პატრულმა გადაარჩინა და მას შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალიან აქტიურად დაიწყო სისხლის გაღება და შემიძლია ვთქვა, რომ ამ ბავშვების თითქმის 80%-ს აქვს პატრულის და შინაგან საქმეთა სამინისტროში დასაქმებული ადამიანების სისხლი. რაც შეეხება, ამაზე დიდი მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს და განსაკუთრებით საპატრულო დეპარტამენტს ამისთვის. ბავშვებში პრაქტიკულად ეს პრობლემა მოიხსნა, მაგრამ მოზრდილებში ძალიან რთულად გვაქვს საქმე. არსებობს უამრავი პათოლოგია, რომ რა დროსაც სისხლის გადასხმა არის ხოლმე საჭირო. ეს არის ორსულები, მოზრდილები, ონკოლოგიური დაავადებები, დაჭრების შემთხვევა, ავარიები, რაც არც თუ იშვიათია, ასევე ძუძუს კიბო და სწორედ აი აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ გადავერთოთ მოზრდილებზე. საქართველოს ცენტრალურმა სისხლის ბანკმა ძალიან ისეთი ხმამაღალი განაცხადი გააკეთა, რომ უკვე მოზრდილებისთვის ამ აქციებს იწყებს პერმანენტულად და გადავწყვიტეთ, რომ მოხსნათ ეს პრობლემა და პირველი ვინ შემოგვიერთდა ძალიან ისე ოფიციალურად ეს გახლავთ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბატონი ელგუჯა ხოკრაშვილი თვითონ არის ამაში დაინტერესებული, მემორანდუმიც გავაფორმეთ და რეგიონების მასშტაბით გზების დეპარტამენტთან ერთად ყველა კონტრაქტორი ფირმა, ასევე მუნიციპალიტეტების დონეზე რეგიონებში უკვე დაწყებულია თითქმის ერთი თვეა ეს აქციები და მაქსიმალურად ვცდილობთ და მე თქვენი ეთერის მეშვეობით მინდა მოვუწოდო ყველა ადამიანს სახელმწიფო დაწესებულებებს და განსაკუთრებულად მინდა მივმართო თავდაცვის მინისტრს ბატონ ირაკლიანეს ალასანიას, რატომღაც ვერ მივაღწია მე მასთან, რომ ჯარი ჩადგეს ადამიანების სამსახურში. ხშირად გვაბარებენ ხოლმე ესე, მაგრამ ოფიციალურად როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბავშვებზე გამოაცხადა, რომ არის მათ გვერდით, ესე გვინდა, რომ თავდაცვის სამინისტრომ და ჯარმა მისი ასაკის ახალგაზრდები, ავარიები იქნება დაჭრილი თუ სხვადასხვა პათოლოგიების შემთხვევაში და განსაკუთრებით ძუძუს კიბოს შემთხვევაში ვთხოვ ბატონ ირაკლის, რომ ჯარი ჩააყენოს ამ ადამიანების სამსახურში. იმედია, რომ ჯარი ჩადგება ამ ადამიანების სამსახურში და ქალბატონო ანა, მოდით თქვენ გვითხარით უფრო კონკრეტულად აი ღონისძიებების შესახებ, რომელიც დონაციის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. ხვალ გაიმართება ჩვენი პაციენტების, ჩვენ ვართ პაციენტების ორგანიზაცია და პაციენტების სურათების გამოფენა. ანუ იმუშავეს ძალიან აქტიურად გოგოებმა და სამწუხაროდ ვერ ვახერხებთ ამ ფოტოების დაბეჭდას და ქალბატონი ნატა კვანტარლიანი, სისხლის ბანკის ხელმძღვანელი დაგვიდგა გვერდში და დაგვიბეჭდა სურათები და გვეკეთებთ ასე ერთობლივად ვაკეთებთ ამ გამოფენას. ისე თამთას დავუკავშირდი
სწორედ მაგ მიზეზით, რომ ჩვენს ორგანიზაციას, ჩვენს პაციენტებს ხშირ შემთხვევაში ჭირდებათ დახმარება და ნახე, რომ თამთა ლეიკემიან ბავშვებს ძალიან რეზონანსული გახადა ეს თემა, 100%-იან დაფინანსება მიიღეს. მათ იგივე სოლიდური სიმსივნეების შემთხვევაში ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი გამოეხმაურა ამ პრობლემას და ფაქტიურად 100%-იან დაფინანსებას აკეთებს იმ შემთხვევაში და ჩვენც გვინდა რომ ასეთი სახელმწიფოს თანადგომა არსებობდეს ჩვენ შემთხვევაში, იმიტომ რომ მაგალითად 23 წლის პაციენტი ყავს, რომელიც ნაოპერაციებია, ძალიან ჭირდება ფინანსური მხარდაჭერა, იმიტომ რომ სრულფასოვნად იცხოვროს შემდგომში და რა ვიცი, გჭირდება მოკლედ საზოგადოების მხარდაჭერა. გასაგებია, ორგანიზაცია ევროპა დონა ჯორჯიასა და თქვენს კომპანიას შორის ამ შემთხვევაში გულისხმობ საქართველოს ცენტრალური სისხლის ბანკს გაფორმდა ეგრეთ წოდებული ერთგვარი მემორანდუმი. ან ფორმდება ახლა მომავალში. რაც გულისხმობს რა ვალდებულებებს? რა ვალდებულება პირველ რიგში, რომ სისხლით უზრუნველყოფის ოპერაციების შემთხვევაში, როცა იქნება საჭირო მათთვის აბსოლუტურად უსასყიდლოდ სისხლი და სისხლის კომპონენტები და გარდა ამისა ნებისმიერი მხარდაჭერა. ეს იქნება იგივე ფოტომასალების გამოფენა ხვალ რაც იქნება და რეზონანსულს გავხდით, იმიტომ რომ ბევრი მინისტრი იქნება ჩვენთან სტუმრად. ხვალ და ძალიან გვინდა განსაკუთრებულად ახლა ანა მახსენა უნდა გამოვეხმაურო მე ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივას ეს პირველი ის ბავშვთა დაცვის დღეს გააჟღერა მინისტრმა, რომ ყველა ბავშვი, ვინც კი მძიმესენით არის დაავადებული, მათი მედიკამენტები და მკურნალობა დაფინანსდება და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ უსახსრობის გამო აღარ დაიღუპება არავინ და დიდი მადლობა ამისთვის ბატონ პრემიერს. სამწუხაროდ ნატუკას არ აქვს ბავშვთა ასაკი უკვე 23 წლისა გადააბიჯა 18 წელს და მასე ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაცია გაუკეთდა, საკრებულომ დაუფინანსა. დიდი მადლობა მათ ამისთვის, მაგრამ განმეორებითი ჭირდება და აუცილებლად უნდა დავუდგეთ გვერდში, იმიტომ რომ მისთვის მან რომ გააგრძელოს ცხოვრება, გახდეს დედა და იყოს სრულფასოვანი ადამიანი, მისთვის ეს ოპერაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ საზოგადოების მხარდაჭერას ვიტყობთ. რა თქმა უნდა, მოუწოდებ საზოგადოებას, რომ მაქსიმალურად აქტიურად ჩაერთონ, მაგრამ ამ წუთას როგორია მათი ჩართულობა, რამდენად აქტიურები არიან, ისინი რამდენად ინდომებენ იმას, რომ განახორციელონ. ჯუჯუსკებოსთან დაკავშირებით, აი მოგახსენებთ, თვითონ ნატუკა მოყვება თავად ჩვენს შესახებ. შარშან ახმამაჩდა ესე მივედი გამკვლევაზე და კაცი მქონდა მე გავიკეთე ერთი ოპერაცია, შემდეგ მენიშნა ქიმიოთერაპია და ახლა ერთი თვის წინ დაახლოებით გავიკეთე რადიკალური მასტექტომია და ამის შემდეგ ჭირდება უკვე საბოლოო აღდგენა. რამდენიმე თვეში კიდევ რა თქმა უნდა, აქტიური ჩართულობა. რიდანაც მხარდაჭერა. არ არის ესეთი რეზონანსული სამწუხაროდ და ძალიან გვინდა აი განსაკუთრებით ცხოვრებით ჯანსაღწევს ვინც მიყვება, განსაკუთრებით აი არ ვიცი ხა ტუცებ მომივიდა სპონტანურად, რეგბისტებს მინდა მივმართო, რომ აი თუნდაც ის რომ ამ ადამიანებს მაისურების, სადაც მოხვდებიან და უშუალოდ თქვენ რომ ეს ქალბატონები განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკში გაახალგაზრდა ძალიან ეს დაავადება და იცით ქალისთვის სამხილაზე მნიშვნელოვანია კონდეს თმა, კონდეს მკერდი იყოს დედა და ასე შემდეგ და ამიტომ ძალიან ჩვენი მომავლისთვის ამ ქალბატონების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. საინტერესოა თამთა თუ არსებობს ჩვენს ქვეყანაში რეალობასთან მიახლოებული სტატისტიკა და მონაცემები იმ შემთხვევების და დაავადებების, როდესაც საჭირო ხდება სისხლის გადასხმა. რა თქმა უნდა. ანუ რამდენი რა იცით აი თუ სწორად მახსოვს პროცენტები გეტყვით, აი 100%-დან მოთხოვნიდან 2% მოდის ბავშვთა ონკოჰემატოლოგიაზე, 7%-ია ორსული ქალბატონები. ყველაზე დიდი პროცენტია მოზრდილების ონკოლოგიურ დაავადებას, ზოგადად 29%-მდე, 24%-ია ავარიები და სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევები, რომელშიც დაჭრად შედის ასევე. ანუ მთლიანობაში რაც დონაცია ხორციელდება, უბრალოდ ტრანსფუზიები არის აუცილებელი, სისხლის გადასხმა გადაუდებელი საჭიროებისთვის ხდება, არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ზოგჯერ თუ კი არ აღმოჩნდება სისხლი, განსაკუთრებით თუ კი ეს არის უარყოფითი რეზოსის სისხლი, რომელიც საკმაოდ იშვიათობას წარმოადგენს, შეიძლება პაციენტის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დადგეს და ამას წინათ მოხდა ერთი გარდაცვალება ხარ მინდა ნამდვილად დავასახელო არც რაიონი და არც საავადმყოფო და ქალბატონი რომელმაც იმშობი არა, მოულოდნელად სისხლდენა ატყდა და სისხლი არ იყო საკმარისი და ეს როგორც გვაქვს ინფორმაცია, ეს ქალბატონი გარდაიცვალა 27 წლის გოგო იყო თვარსება. კი ბატონო, რამდენიმე თვის წინ მოხდა და ყველაზე მნიშვნელოვანი აი რა მინდა იცით გითხრათ, რომ ევროპაში, მაგალითად საფრანგეთში არის 100%-იანი უანგარო დონაცია. იქ სულ ყველა მიცის, ვინც დასაქმებულია, რომ სამთეში ერთხელ უნდა მივიდეს და სისხლი ჩააბაროს. ამისთვის არ არის საჭირო პერმანენტული აქციები და გთხოვთ სისხლი გაიღეთ, არ არის საჭირო. უკვე იციან ეს
გამჯდარი აქვს თვითონ მოქალაქეობრივი ვალია. ჯერთი პირველ რიგში კიდევ მეორე იციან რომ მათი სისხლით გადარჩება ნამდვილად ვიღაცა სხვა ადამიანი და მეორე ის რომ საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ აქვთ ინფორმაცია რაც არ არის ნაკლებად მნიშვნელოვანი. აი ნებაყოფლობითი და უანგარო დონორობის ძალიან კარგი საზოგადოების ჩართულობა როგორია? არის იცით რა როცა არის აქტიური პროპაგანდა და როცა გადამიაწოდებ ინფორმაციას სწორად მე ხო გეუბნებით აი პატრულს ერთი რაციაში გადაცემა ჭირდებოდათ ხოლმე ბიჭებს რომ მოსულიყვნენ და სისხლი ჩაებარებინათ და ეხლაც რეგიონებში ერთი ზარია საკმარისი ხოლმე რომ ვუთხრათ რომ იმ გჭირდება მაგრამ საქმე იცით რაშია როდესაც სურველია დონორობის დაუშვათ 100 ადამიანი პროცენტულად დონორად გამოდგება 50% ძალიან ბევრი იბრაკება იმიტომ რომ კრიტერიუმები არის ძალიან მკაცრი აი ყველაზე მკაცრი კრიტერიუმები გახლავთ ის რომ სტომატოლოგთან არ უნდა იყოს ნამყოფი 2 თვე ნახევარი 3 თვის განმავლობაში მაინც იმიტომ რომ რისკ ფაქტორები არსებობს ოპერაცია არ უნდა კონდეს გაკეთებული მხედველობის პრობლემა არ უნდა არსებობდეს ატუს გაკეთები და რაღაცა პერიოდი უნდა იყოს გასული ძალიან ბევრი კრიტერიუმი არსებობს ისეთი რომ თვითონ სურვილები არიან ხოლმე და არ გამოდგება. ამიტომ არის რომ ესეთი დეფიციტურია ქვეყანაში ეს სისხლის მარაგი პრაქტიკულად ყოველთვის დეფიციტია. და ხარისხის გარანტია როგორია ჩაბარებული სისხლის ანუ მაღალი, როდესაც პირველადი გამოკითხვა ხდება, შემდეგ უკვე რა თქმა უნდა მოწმდება ეს სისხლი ძალიან მაღალი დონით ეს არის სახელმწიფო უსაფრთხო სისხლის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს და აფინანსებს ამას და აბსოლუტურად შემოწმებულია ნამდვილად არის უკვე სისხლის ბანკებში ის აპარატურა, რომელიც აი ამ ყველაფერს რისკის ქვეშ არ დააყენებს და სახელმწიფო ძალიან არის ჩართული, რა თქმა უნდა, სახელმწიფო აფინანსებს აი ამ კვლევებს. და კიდევ ერთი ფასი დაგისვამ ძალიან მოკლედ რომ მიპასუხოთ, იმიტომ რომ ძალიან ცოტა დრო დაგვრჩა. ანუ დაუშვათ მე გუნამ შეროზე ამ შემთხვევაში მოქალაქემ გადაწყვიტე რომ მოგმართოთ და ჩავაბაროს სისხლი. რა პროცედურა უნდა გავიარო, ან როგორ მოვიდეთ თქვენამდე ეს ვთქვა. კი ბატონო, მოხვალთ, ეს არის ქავთარაძეზე, ცენტრალური სისხლის ბანკი Medinvest Georgia, ქავთარაძის 21A. შემოწმდები რამდენი მოგზანდებით, კი ბატონო, შემოწმებით აუცილებლად ისაუზმებს ცუდილა იქნება, მშერი არ შეიძლება რომ გითხრათ რომ ასაუზმები ხარ ამ ადამიანებისთვისაც ფაქტია აქვს. დიახ, იმიტომ რომ თქვენ რომ მოხვალთ, რა თქმა უნდა, გაესაუბრებით მე ეს სისხლს აგიღებენ, ამას შეგიმოწმებენ, კონვერტით გადმოგეცემათ კონფიდენციალურია ეს პასუხები, თქვენი პასუხები, თუ კი რაღაცა საეჭვო აღმოჩნდება, გეტყვით როგორ უნდა მოიქცეთ. თუ არ და თქვენს მიერ გაღებული სისხლი მოხმარდება შეიძლება თქვენივე ასაკის ადამიანს, რომლის სიცოცხლესაც გადაარჩენთ. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით დღეს ჩვენი სტუმრობით და კიდევ ერთხელ